მაყურებელს და რაც ის მოთხოვნა იყო იმიტომ რომ რესტორან ბაბილონში იყო თუ არა პირველ ჩემ შეკითხვა ეს იყო მოსამართლე რომელმაც არ მიპასუხა არც დამიდესტრო არც თუ არ ყო მაგრამ მე აღვიდგინე რომ იყო იმიტომ რომ სამართლიანი ეჭვი არსებობდა ჩემ მხრიდან რომ შესაძლოა ამას გავლენა მოეხდინა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ იქ მოსამართლეები ბრაზიდან და წყენიდან გამოსულები ჯერ კიდევ არ არიან იმ ადამიანების მიმართ რომლებიც აქციას უმართავდით და იმ დისკომფორტის გამო რომელიც შეუქმნით და ამიტომ ეს იწვევდა ჩემში იმეჯს და ახლაც რომ შესაძლოა ყოფილიყო სუბიექტური, თუმცა ის მტკიცებულება, რომელიც წარადგინეს საქმეზე, აბსოლუტურად მე მესმის, რომ მათ აძლევს სრულ მიზეზს იმისა და უფლებას, რომ დამაჯერიმონ, იმიტომ რომ რატომ, რა პროცესებს ვადარებ, ახლა მე ჩემს სასამართლო პროცესს ვადარებ, იმ პროცესებს, სადაც ადამიანები უბრალოდ კადრში არ ჩანან, რიგითი მოქალაქეები, უკვე გადაკეტილზე მიდიან და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ჯარიმდებიან. ანუ თუ გავითვალისწინებთ, ახლა ჩვენ ვცხოვრობდეთ იმ ქვეყანაში, სადაც უბრალოდ მე ადამიანებთან ერთად სავალ გზაზე ვდგავარ, ჩავთვლიდი ამაზე დავად შეიძლება და პროცედურული დავად შეიძლება და მაგრამ ჩვენ იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანები აქციაზე არ არიან და მიუხედავად ამისა ჯარიმდებიან. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია მე იმ დროის დაკარგვაც კი არ მინდოდა რა დროც დაიკარგა, მიუხედავად იმისა, რომ უპატიოსნესი პატრული ინსპექტორი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ არც ერთი გაფრთხილება მე პატრული ინსპექტორისგან არ მიმიღია, რომ სამართალდარღვევას ჩავდიოდი სავალ გზაზე ყოფნის გამო. მოკლედ რაღაცა პროცედურული ამბავი იყო და შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები ციხეში სხედან 19-20 წლის ბიჭები, პატრიოტი ადამიანები ციხეში სხედან არაფრის გამო და სისხლის სამართლით ხდება მათი სასამართლო წარმოება, აი ამის გათვალისწინებით ჩემ სასამართლოზე საუბარიც კი ძალიან მერიდება და ამიტომ სასამართლო პლატფორმა და ისიც გამოვიყენე ისევ იმისთვის, რასაც ვამბობთ იმ თავარი მოთხოვნის გასაჟღერებად, იქაც თქვი კიდევაც და ყოველთვის გავიმეორებ, რომ თავისუფლება სინდისის პატიმრებს და სასამართლო უკაცრავად არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი სალაპარაკო და არა ისა. თუმცა მე ამ შემთხვევაში ჩემზე მერიდება საუბარი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სხვა საქმეებთან შედარებით ყველაზე გამართულები ჩემ საქმეში არიან, ამიტომ ამას ვიღებ როგორც იმ ჯარიმას, რომელიც უნდა გადავიხადო. და მაგალითად ჩემს გვერდით იყო ორი ახალგაზრდა, რომელიც საერთოდ არ იყო წარმოიდგინეთ იმ დღეს აქციას და დაჯარიმდნენ. ანუ იმათთან შედარებით ვფიქრობ, რომ მერიდება კიდეც ჩემს სასამართლოზე საუბარი. ნანუკა, იმაზეც ლაპარაკობდი თუ რის სიმცდელობა არის ეს რეალურად, სხვათა შორის. ეს არის კი. ეს არის, ნახეთ როგორ არის ბოლო პროცესი. დიახ, აი რიგითი მოქალაქეების დაჯერიმება ხომ მიდის, მიუხედავად იმისა, იყვნენ პროცესზე კი უკაცრავად აქციაზე არ იყვნენ. ანუ ეს არის ახლა რაღაცა დაშინებას და პროცესის ჩახშობას საპროტესტო მუხტს გულისხმობ, აქ რაღაცა ეტაპები. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ფინანსური წნეხი სიყენებს ხელისუფლება. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქ არიან ადამიანები, ახალგაზრდები იყვნენ და ასევე ამის მიღმაც მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც 5000 ლარი ერთად საერთოდ არ ქონიათ, ამიტომ მათთვის ამ ჯარიმების გადახდა ასე მარტივი არ არის. გასაგებია ფონდები გვერდით ქომა, მაგრამ ეს სასამართლო და ხელისუფლება ცდილობს ახლა რომ ეს პროცესი გახადოს ძალიან მასშტაბური. და დააკვირდით სხვა შორის ბოლო პერიოდის პროცესებს. შედარებით ეს სიტყვა ცნობადი სახე არ მომწონს, მაგრამ შედარებით ცნობადი სახეების ამორჩეულია. რატომ? იმიტომ რომ ჩვენგან ხო ინფორმაცია უფრო მეტად ვრცელდება. უფრო მეტი მოქალაქე იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აი იქ აქციაზე დგომის გამო შეიძლება დაგაჯერიმონ. მიუხედავად ამისა, ვიკრიბებით რუსთაველზე და ვიკრიბებით რუსთაველზე მანამდე, ვიდრე სინდისის პატიმრები გარეთ არ იქნებიან და არ დაინიშნება ვადამდელი კი არა და უბრალოდ სამართლიანი არჩევნები. ნანუკა, ცნობადი სახეების ამორჩევა ახსენე, ხო გუშინ ანა ტყებუჩავას პროცესი იყო, შესაძლოა ნახე კიდეც და ანა ლაპარაკობდა, რომ კაფეში იყო და გადაკეტილი იყო და გამოვიდა მაშინ, ხო? აი ასეთ შემთხვევაში უბრალოდ რა მტკიცებულება შეიძლება ჰქონდეს ბრალდებას ასეთი პირების წინააღმდეგ? ეს არის საჩვენებელი აქტი. ნახეთ როგორ არის დღეს მაგალითად არ ვიცი მგოგოს რა თქვა პატრულის წარმომადგენელი იყო რომელიც წარმოადგენდა იქეთ ბრალდებელ მხარეს ანუ და როდესაც თქვა რომ არ იყო ის რაოდენობა ხალხის რომ გზა გადაგეკეტათ მაგალითად ჩემმა ადვოკატმა კითხა რომ დაგვისახელეთ ციფრი რა ციფრია საკმარისი იმისთვის რომ გზა გადავკეტოთ და რა თქმა უნდა ასეთი ციფრს ფიზიკურად ვერავინ ვერ დაგისახელებს ანუ ნებისმიერ დროს მათ შეუძლიათ ჩათვალონ რომ ეს საკმარისი რაოდენობა არ არის თქვენ შეგიძლიათ სხვა სივრცეშიც დაეტიოთ და ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყარონ ეს საჯარიმო სანქცია რომელიც არის გაცილებით უფრო მეტი და როდის შეიცვალა სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ აქციებისთვის და სწორედ იმისთვის რომ როგორც ფინანსური ბერკეტი ხელისუფლებას გამოეყენებინა აქციის მონაწილეებთან ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ ვისაც ამის გადახდის საშუალება არსებობენ ახალგაზრდები იმ დღეს რუსთაველზე შეხვდნენ რომლებიც ამბობენ რომ დაგვიყადაღონ იმიტომ რომ აი ეს ყადაღა ჩვენ ხელს არ გვიშლის მაგალითად მე ამის უფლებას ვერ მივცემ ხელისუფლებას იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ფონდია ჩემს სახელს დაგვარდა და მე ვერაფერს ვერ დავაყადაღებინებ მათ იმიტომ
რომ ფონდი არ დაზარალდეს ამ შემთხვევაში, თორე სხვა ყადაღა არ მადარდებს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უნდა გადაიხადონ ეჯერება, მაგრამ ასეთი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და ბუნებრივია, ჩვენ ყველა უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომ ასეთ დაჯარიმებულ ადამიანებს გვერდით დაუდგეთ, რომ მოახერხონ ამ ჯარიმის გადახდა. კი ბატონო და ნანუკა ბოლოს მინდა კითხვა, აი ზოგადად რისი თქმა შეგიძლია ამ პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ხო გადაცემის დასაწყისში ვთქვი, რომ ყოველდღიურად სავსე არის სასამართლოს დერეფნები, სადაც ათეულობით საქმე შეაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იხილავს ამ საქმეებს და პრაქტიკულად სახეზე არის მტკიცებულებების არქონა. აი როგორ წარმოგიდგენია ამ პროცესის გაგრძელება? ეს სხვა ეტაპია, ჩვენც ახსენე ახლა, ხო, ხელისუფლების მხრიდან რაღაც გარკვეული ბერკეტის გამოყენების, მაგრამ აი როგორ ხედავ ამ პროცესს რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ? ან რაზეა დამოკიდებული უკან დახევა? ხო ეს ეტაპიც გადავა ალბათ და შემდეგ რაღაც სხვას მოიფიქრებს ხელისუფლება, მაგრამ ზოგადად როგორ არის სურათს? ნახეთ როგორ არის, აი მაგალითად აკრძალეს სახის დაფარვა და აი ბალაკლავების აქციით მარიამ სიჭინავა მეგამბავი ფსიქოლოგიურად, მორალურად გადატეხა. ერთმა პატარამ გოგომ სამეგრელოში და რატო ეს პროცესები მე შეუქცევას და გაგრძელდა ყველგან. როცა ხელისუფლება უკანონობას გიკანონებს, ამისი გაპროტესტება მშვიდობიანი ფორმით, სხვადასხვა შინაარსით არის ძალიან სწორი და აუცილებელი. ანუ როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ უბრალოდ რუსთაველზე დგომის გამო შენ გაჯარიმებ, ხვალ რომ 10 ჯერ და 20 ჯერ მეტი ადამიანი მივა რუსთაველზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი. და ასეთი უნდა იყოს ჩვენი პასუხი, იმიტომ რომ დღეს ვსაუბრობდით კიდე, ჯერ რომ შევედი სასამართლოში, წარმოიდგინეთ, სავსე იყო მთელი სასამართლო, ოღონდ მთელი ეს სივრცე მთლიანად შესასვლელი, ოღონდ ვინ სისხლის სამართლით, ვინ ადმინისტრაციით და ყველა ერთი ამბის ირგვლივ ვიყავით იქ დაბარებულები. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? გასაგებია რომ ჩვენი მოლოდინები არის საერთაშორისო სანქციაზე, მაგრამ საერთაშორისო სანქციები რომ მივიღოთ, ამის წნეხი არის ჩვენი უმრავლესობა ქუჩაში, ამის წნეხი არის ჩვენი საპროტესტო აქციები. ჩვენ რომ ამდენი ხანი საპროტესტო აქციები არ გქონოდა და პროტესტის ის ფორმები რაც აქამდე გქონდა, აი სანქციები ვერ იარსებებდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი, მშვიდობიანი პროტესტი, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი პასუხი, რომ არ ვიღებთ თქვენს დაკანონებულ უკანონობას. არ ვიღებთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მეუბნები რომ აქ თქმა არ შემიძლია, მე მაინც გამოვალ და დავდგები. და გამორიცხული ამას ხო რაღაცა ეტაპები აქვს, ნახეთ როგორ დაიწყეს. მე როგორ გააგრძელეს, ახლა ეს ეტაპის გადასალახი გვაქვს. ანუ ჩვენ ყველა ეტაპი გვექნება გადასალახი, იმიტომ რომ გავიმარჯვოთ. დიდი მადლობა ნანუკა, დაგემშვიდობები, წარმატებას გისურვებ. ეს იყო ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.